გამარჯობა ჩემო კარგებო, აბა როგორ ახართ? მოკლედ დღეს არის 1 დეკემბერი და 1 ადვენტი, როგორც ისიც გერმანიაში დეკემბერი 4 ადვენტად არის დაყოფილი და დღეს კვირა დღეს 1 დეკემბერს დაიწყო 1 ადვენტი და უფლება გვაქვს 1 სანთელი ავანთოთ ადვენტის გვირგვინზე. აი ამ თითო კვირას ადვენტები ქვია გერმანიაში და ეხლა გამოვედით აქვე ჩემს საყვარელ პარკში სასეირნოდ. ძალიან ცივა და მოკლედ ანაბელი შევფუთეთ კარგად. ძალიან ცივა, აი მწარე სუსხია რო იტყვიან ზამთრის. მაგრამ შემოდგომის ფოთლები ჯერ კიდევ იგრძნობა, რა თქმა უნდა. Belle, Annabelle, Bellchen, amore, dedico skogovinali. Dedas patalavinalio. Belle, mamma kommt. Deda modis, deda. ანდრიასისთვის თედი მაღაზიაში ვიყიდე კალენდარი, რომელიც ჩემი ხელით უნდა დამემზადებინა. შიგნით პატარ-პატარა რაღაცეებით გამევსო, ხო ეს კალენდარი 24 დღის განმავლობაში, რომ ანდრიასმა გახსნას. ვერ მოვახერხე და რა თქმა უნდა, ამ საშობაო კალენდრის აწყობას სადღაც 1 საათი მოუნდი, იმ დღესვე ავაწყე, როცა ვიყიდე და ჩაგისვამთ ახლა ვიდეოს და გაჩვენებთ. აი ასეთი კალენდარი შევიძინე ჩემო კარგებო დღეს 1 ევროიან თედი მაღაზიაში. თქვენ იცით ეს მაღაზია, რადგან მე შარშანამასთან დაკავშირებით ვიდეო ჩავწერე. ნახეთ, აი ამ მასალისგან შეიძლება დამზადდეს აი ასეთი საშობაო კალენდარი, რომლებშიც რა თქმა უნდა შემდეგ პატარ-პატარა საჩუქრები უნდა ჩაიდოს. როგორც ხედავთ, ღირდა 7 евро და ჩამოფასებული იყო 2 ევროზე და 55 ცენტზე. წელს ვფიქრობ, რომ ანდრიასისთვის დავამზადო აი ასეთი საშობაო კალენდარი. ძალიან მომეწონა. ასეთია შიგნიდან. და ისინი უნდა დავამზადო და ალბათ ამებში ჩავდო, ხო? ეს არის 5, ნახეთ. ეს ხელით უნდა დავამზადო აი ეს სახლები და ისინი ყველაფერი არის შესაერთებელი. და შემდეგ ეს არის ძირი და უნდა ჩამაგრდეს აი ამ ძირზე. ფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი გამოვა. ასეთი რაღაც უნდა გამოვიდეს, ნახეთ. ძალიან ლამაზია, უკვე მომწონს. მე ძალიან მიყვარს ასეთი საჩხირკედელაო რაღაცები. ზემოდან დასაწეპებლებიც მოყვება სახლებისთვის და აი ამ მასალისგან უნდა დამზადდეს საშობაო კალენდარი, რომელშიც შემდეგ პატარ-პატარა საჩუქრებს ვიყიდი და ჩავდებ ანდრიასისთვის. არასოდეს არ მივიღე ანდრიას ჩემგან ასეთი კალენდარის საჩუქრად და წელს სიურპრიზი იქნება. სხვათა შორის არც მე არ მქონია ასე ხელით დამზადებული კალენდარი. ნახეთ ჩემო კარგებო, რა ლამაზი გამოვიდა ანდრიასის საშობაო კალენდარი, რომელიც ასე ვიყიდე, როგორც გითხარით და ეხლა ეს პატარა სახლები ყველანი ხელით ავაწყე. სადღაც 1 საათში მოვრჩი. ძალიან მომნატრებია ასეთი ჩხირკედელაობა, ეს ჩემი საყვარელი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცებისთვის ვერ ვიცლი ბავშვთან ერთად. და მოკლედ 1 ამოსუნთქვით გავაკეთე, სადღაც 1 საათი დამჭირდა. ეხლა ამ დღეებში შევეცდები, რომ პატარ-პატარა რაღაცეები შევიძინო და 24 სახლში ჩავდო. მართალია ცოტა ბავშვურად გამოიყურება ეს საშობაო კალენდარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან გაეხარდება ანდრიას. ჩვენ ყველა ხომ დიდი ბავშვები ვართ და არავის უჩუქებია ასეთი საშობაო კალენდარი. ყოჩახ თედის, აი იმიტომ მიყვარს აი ეს მაღაზია. მოკლედ ჩემო კარგებო, ეს საშობაო კალენდარი ახლა უნდა დავმალო,
რომ ანდრიასმა არ ნახოს, თორემ სიურპრიზ თავისი პეცი დაეკარგება. ძალიან მიხარია. და მოკლედ გუშინ ვერ მოვასწარი, ვერ მოვახერხე. გუშინ წავედი როზმანში და ვიყიდე რაღაცები, რომ ამ ადვენტის საშობაო კალენდარში ჩამედო, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოვასწარი. რადგან მოკლედ ანაბელმა ცოტა აღებინა, რაღაც ვერ იყო მთლად. მე რომ მოვედი მაღაზიიდან, ანდრიასი მეუბნება, რომ აღებინაო, წინათ ყითვავანავით ანაბელი და მოკლედ რომ მოვედი, ბავშვს ცოტა ისეთი რომ აღებინა, იმის სუნი ასდიო და ასე ხوار დავაწვენდი ლოგინში, კიდევ მოგვიწია რომ გვებანავა ანაბელი და მოკლედ არ იყო ადვილი საღამო. დღეს დილით ავდექი 5 საათი იყო და ამ ნაყიდი პატარ-პატარა რაღაცებით გავავსე და მოკლედ მაინც დავასრულე ანდრიასის კალენდარი, ისე რომ რო ადგა უკვე მაგიდაზე გამზადებული დახვდა მისი საშობაო კალენდარი და ძალიან გაეხარდა. ნუ ეს პროცესი რა თქმა უნდა ვერ გადავიღე, ნახევრად მეძინა. მაგრამ სახში რომ მივალ ამ კალენდარს აუცილებლად გაჩვენებთ მოკლედ. მაინც დავასრულე და მაინც გავაკეთე რაც მინდოდა. ეს მაკას თვისებაა, ისოდეთ, რაც ძალიან მომწონს. ჩემი კალენდარის ისტორიასაც მოგიყვებით ახლა. წარმოიდგინეთ, შევოკარგებო, როგორ იყიდება აქ საშობაოდ კალენდრები, მოკლედ ერთი კვირის წინ სავსე იყო დროგერი მაღაზიები, როგორც დემი, ასევე როსმანის საშობაო კალენდრებით და გუშინ მოკლედ როზმანში ბოლო კალენდარი იყო დარჩენილი, ნუ კოსმეტიკის განხრით, დეკორატიული კოსმეტიკით, რაც მე მინდოდა, არ მინდოდა ეს შოკოლადები და რაღაცები და ნიქსის კალენდარი NYX მე მგონი, ამერიკული ფირმა როგორც ვიცი და დავინახე, ეწერა 25 евро. მეთქი ამას ვიყიდი რო გავალ კასასთან, მე ავიღებ მეთქი და გავიხედე ვიღაც ერთმა ბიჭმა დასტაცა ხელი ამ ბოლო ცალს. მეორე კალენდარიც იყო, მაგრამ მეორე იყო გახსნილი და გახეული და გახეულს რატო წამოვიღებდი და რატო ვიყიდდი და მოკლედ ვიფიქრე, არ გამიმართლა მეთქი, თან უკვე 9:30 იყო. დემში წასვლას ვეღარ მოვასწრებდი ბავშვისთვის, პამპერსი და რაღაცები მქონდა კიდე უკვე ნაყიდი და აი ამ ყველაფერს უკვე უკან რო დამებრუნებია, უბრალოდ დემში წასვლასაც ვეღარ მოვასწრებდი. თან აქეთ ანდრიასმა მომწერა, რომ ბავშვია ცუდად ჩქარა სახლში მოდიო და მოკლედ ძალიან ისე გაწამაწიაში ვიყავი, მაგრამ მოხდა სასწაული და ამ ბიჭმა როგორც ჩანს კასასთან ეს კალენდარი დატოვა. და დავინახე კასასთან რო ვიხდიდი ანაბელისთვის რაღაცებს, პამპერს და რაღაცებს რო ვიხდიდი, ვეკითხები ამ ქალს, რომ ეს კალენდარი არ ვარ გამეთქი, თუ გაყიდულია, თქო, მე მეგონა ამ ბიჭმა ისე დატოვა და მე წაიღებს მეთქი. ხო და არაო, ესაო ერთსო უნდოდაო, მაგრამო მე დატოვაო. კარგით, მე ვთხარი მიავიღებ, თქვა, ჩემი ბედი ყოფილა, თქო. და ავიღე და გავიხედე, ვაძლევ ამ ქალს 55 ევროს და ველოდები ახლა 30 ევროს დამიბრუნებს, რადგან კალენდრის ქვემოთ 25 евро ეწერა. ეს ქალი მეუბნება 4 და 90 კიდე უნდა დაამატოთო. ესე იგი 59 და 90 ღირდა კალენდარი. მეთქი რა ამბავია, რა ძურია, თან პატარა კალენდარია, სახში რომ მივალ აუცილებლად გაჩვენებთ. არაო, მე ადგა ეს ქალი კასიდან და მაჩვენა, რომ ცდარათიდო ის კალენდარი, იმ ფასის ქვეშ არიდო, ეს იყო სხვა კალენდრის ფასი და მოკლედ გამოვიდა, რომ ეს ნიქსის კალენდარი დამიჯდა 60 евро. არც ისე დიდი კალენდარია, სახში რომ მივალთ გაჩვენებთ აუცილებლად და პირველ საშობაო კალენდრის კარებს თქვენთან ერთად გავაღებ. მოკლედ ახლა უნდა გავაგრძელოთ გზა ანდრიასი და ანაბელი მელოდება და ძალიან ცივა. ნახეთ როგორი სქელი ქურთუკი მაცვია. კოსმონავტივით ვარ გაბერილი. ანაბელ, დედიკო, ეფში. სიმი პატალა ძალიან ცივა ანაბელს, ახლა მე მგონი მოვბრუნდებით და წავალთ სახში. ძალიან ცივა, კიდე კაი რომ ამაზონზე აი ეს ბავშვის ეტლის თბილად რო იყოს, რომ გამოვიწერეთ, არ ვიცი ამას რა ქვია, ბავშვის ეტლის საბანი, ალბათ ხო. და მოკლედ ქურთუკი აცვია, შეფუთული ყავს, მაგრამ მაინც ისე იხედება ანაბელი, რომ თითქოს ცივა. ასე ჩაეძინა ანაბელს, ნახეთ. როგორ საყვარლად ძალიან ცივა, ეხლა სახახში მივდივართ უკვე. გამეყინა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, ძალიან თბილი ქურთუკი მაცვია.
ძალიან ცივა შემოგარგება. ძალიან ცივა შემოგარგება. ეხლა შემოვედით აქ სავაჭრო ცენტრის შემოსასვლელია, რომ ცოტა მოუყვეთ, თორე ძალიან ცივა, ძალიან. მოხ ჩაეძინა, მაგრამ ის კარგად ყავს შეფუთული, მაგრამ ლოყები გაეყინა და ეხლა სახლში მივდივართ. ყველას გამარჯობა ჩემო-კარგებო, აბა როგორ ახართ? დღეს არის 1 დეკემბერი და დაიწყო გერმანიაში პირველი ადვენტი. სულ 4 ადვენტია და დღეს გვაქვს პირველი ადვენტი, კვირა დღე. დღეს უნდა დავანთოთ პირველი სანთელი და მოკლედ ჩემი დეკორაციაც ეხან ყველაფერი შევცვალე, შემოდგომის დეკორაცია ავიღე და 1 დეკემბრისთვის ზუსტად საახალწლო დეკორაციით მოვვრთე ჩვენი მისაღები ოთახი და ეხლა მინდა ეს ყველაფერი გაჩვენოთ. მოკლედ ჩემო-კარგებო, ვინც ჩემი არხის მაყურებელია, იცით რომ ეს გვირგვინი მე შარშან ჩემი ხელით დავამზადე და წელს ამაზე-ლამაზი რა უნდა მეყიდა არ ვიცი და მხოლოდ ახალი სანთლები შევიძინე გუშინ, წითლები შარშან თეთრი მქონდა და ეხლა თქვენთან ერთად მინდა რომ დავანთო პირველი სანთელი. აი აქ მაქვს ასანთი და ცალი ხელით შევეცდები ეხლა რომ ავანთო პირველი სანთელი. ნახეთ რა ლამაზია და ყოველი კვირის ბოლოს დაინთება მეორე სანთელი და სულ 4 კვირა შობამდე 24-მდე და აი ამ 4 კვირაში ეს სანთლები უნდა დაიწვას, ასეთი ტრადიცია გერმანიაში. ამას მე ყოველ წელს გეუბნებით ვიდეოში, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. მომწონს ძალიან ჩემი საშობაო დეკორაცია, რომელიც როგორც გითხარით დღეს შევცვალე. და ძალიან საყვარელია. მინდა რომ ახალი განათება შევიძინო. ეს რატომღაც ძველი განათება, პატარ-პატარა ნაძვის ხეებით, მაგრამ თითქოს არ ჩანს. წვიმა მოვაყოლე უკანა მხარეს და წინ თეთრი წვიმა უკან მუქი მწვანე, ნახეთ. და ძალიან მომწონს, ახლა სათითაოდ გაჩვენებთ. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. იმედია თქვენც მოგწონთ. აი, ზემოთ ეს ჩემი ხელით მოგსოვილი პატარ-პატარა ქუდებია, ეს ტოტი ნაყიდია. ეს თედიში მაქვს ნაყიდი ადრე. ძალიან მომწონს ეს დეკორაციები. ეს კი ანდრეასის კალენდარია, რომელიც მას მე დღესდილით ვაჩუქე. ძალიან ადრე ავდექი, რომ ეს კალენდარი პატარ-პატარა 24 საჩუქრით გამევსო. პირველი უკვე გახსნა აი აქ და ხვალ მეორეს გახსნის. ეხლა მინდა ჩემი კალენდარიც გაჩვენოთ. ეს არის კალენდარი, ნიქსის კალენდარი, როგორც გერმანიაში ეძახიან NYX, რომელიც მე გუშინ როსმანში შევიძინე. ეხლა მინდა გავხსნა. პირველ ფანჯარაში მინდა რომ თქვენთან ერთად ვნახოთ თუ რა დევს. მოდით ჯერ გავხსნათ. ასე იხსნება, ნახეთ. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან საყვარელია. მოდით ვნახოთ რა დევს პირველ ფანჯარაში. აი აქ არის ჩემო-კარგებო პირველი ფანჯარა, ხედავთ? აი აქ. ხა გავხსნი და გაჩვენებთ. აი ეს არის პირველ ფანჯარაში.
ნახეთ, აი ეს ჩრდილების პალიტრა დევს პირველ ფანჯარაში. ძალიან მიხარია. ნახოთ აბა ხვალინდელ ფანჯარაში რა ამომივა. ძალიან მაინტერესებს და მიხარია უკვე. ძალიან საყვარელი ჩრდილების პალიტრა. ნახეთ. აი ესე გამოიყურება. ძალიან ლამაზი ფერებია მომწონს. სხვათა შორის ჩემი ფერებია. და საკმაოდ მკვეთრი ფერია, არ არის ის რომ საერთოდ ჩრდილები რო არ ეტყობა, ძალიან მიხარია. ნახოთ აბა რა მომივა ხვალის 2 დეკემბრის ფანჯარაში. ძალიან მაინტერესებს და გადავიღებ აუცილებლად ვიდეოს. მოკლედ დღეს აქ დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო. გისურვებთ ლამაზი ადვენტის დასაწყის და ლამაზ ადვენტის დროს, ვინც ევროპაში ცხოვრობთ და ასევე ზეიმობთ ადვენტის დაწყებას, ასევე გიხარიათ და მოკლედ ხვალამდე დაგემშვიდობებით. იმედია ხვალ ისევ შევხვდებით პატარა ვიდეოთი თუ რა მოვიდა ჩემი ადვენტის კალენდარში. ყველანი ძალიან მიყვარხართ, აბა დროებით თქვენი მაგა.